მთავარმა პროკურატურამ მედიაში დავით ბაქრაძის საბანკო ანგარიშის შესახებ გავრცელებული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. საქმე დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემების შეტანასა და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ეხება. პროკურატურის განცხადების მიხედვით მედიით გავრცელებული ინფორმაცია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით გსურს განვმარტოთ, რომ დავით ბაქრაძის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში დაფიქსირებულ დავით ბაქრაძისა და მისი ოჯახის წევრების ერთობლივ შემოსავალს ბევრად აღემატება გამოქვეყნებულ საბანკო დოკუმენტებში ასახული თანხა. ასევე კანონით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად დეკლარაციებში საერთოდ არ არის მითითებული ინფორმაცია ზემო აღნიშნული საბანკო ანგარიშისა და ანგარიშზე ფულადი თანხის არსებობის შესახებ. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355 მუხლითა და 194 მუხლის მესამე ნაწილით, დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონოდ ან და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეისწავლის როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული დოკუმენტების ნამდვილობას, ასევე მათში დაფიქსირებული თანხების წარმომავლობის კანონიერებას. დავით ბაქრაძემ ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი კომენტარი გაავრცელა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განმარტებით, თანხა მისი სიმამრის მიერ 2002 წელს სახლის შვეიცარიის საელჩოსთვის მიყიდვიდან არის მიღებული. განცხადებაში ნათქვამია, რომ გაყიდვიდან მიღებული თანხა ლერი მეტრეველმა შვილიშვილებს გაუნაწილა და მათ სრულწლოვნებამდე ბანკში შენახვა მოსთხოვა. ბაქრაძემ შესაბამისი დოკუმენტაციაც გამოაქვეყნა. მისი მტკიცებით გამორიცხულია კავშირი მის მოქმედ თუ წინა პოლიტიკურ თანამდებობებთან, ვინაიდან 2002 წელს პოლიტიკასთან შეხება არ ქონია. დავით ბაქრაძის საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა შეაფასეს. პროკურატურა ვალდებულია, მე ვფიქრობ, დაინტერესდეს ამ საკითხით. რამდენადაც შეიცავს უკანონობას და მე იმედი მაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ შემთხვევაში არ დაიწყებს საუბარს რაღაც შერჩევით სამართალზე და რაღაც მსგავს რაღაც წუნზე და ითანამშრომლებს გამოძიებასთან ამ ფაქტის დადგენა მე ვფიქრობ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, რამდენადაც აქ არის საბანკო ანგარიშები და თუ ეს დადასტურდა, თავისთავად ცხადია უნდა დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც კანონით არის გათვალისწინებული. ხელისუფლება იმდენად იჩქარა, იმდენად უხეშად მოქმედებს უკვე სუსი ოპოზიციის დევნაში, რომ ვერც კი მიხვდნენ ისე წარმოაჩინეს მთელი თავისი მეთოდები. კერძოდ, ეს არის პირადი მიმოწერა კერძო კლიენტისა ბანკთან, რომელიც მათ მიერ ფოსტაში იქნა ამოღებული, გახსნილი და მიწოდებული მათი ხელქვეითებისთვის იმისაც, რომ გავრცელებული იყო შემდგომ ინტერნეტის საშუალებით. დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის მიერ HSBC ბანკში ანგარიშის დახურვის შესახებ დოკუმენტაცია გუშინ სააგენტო პირველმა გაავრცელა. მათ ანგარიშზე 261.747 გირვანკა სტერლინგი ირიცხებოდა. საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ქონება დააყადაღა. სასამართლომ გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. ყადაღა დაედო თემურ ჯანაშიას კუთვნილ საცხოვრებელ ბინას, ასევე მიწის ნაკვეთს კახეთის რეგიონში და საბანკო ანგარიშებს. დაყადაღებულია ჯანაშიას ორი შვილის კუთვნილებაში არსებული ბინები, ასევე მისი ყოფილი მეუღლის ორი სახლი. ჯანაშიას ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს საჩივრის განსახილველად 72 საათიანი ვადა აქვს. დააყადაღა როგორც თეიმურაზ ჯანაშიას უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშები, ასევე მასთან დაკავშირებული პირი, მისი მეუღლე, რომელიც განქორწინებულია ხათუნა ლუცუბიძე, მისი ქონებები და ასევე მისი ორი მცირეწლოვანი ბავშვის ქონებები. სასამართლოს მიღებული განჩინება მე ვფიქრობ, რომ თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში ვინაიდან მე მის ინტერესებს ვიცავ, აბსოლუტურად არის დაუსაბუთებელი. ვინაიდან სასამართლომ იგი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, არ მოუთხოვია არანაირი მტკიცებულებები. პროკურატურამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის წაუყენა.
ევროკავშირი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ მოახდინონ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. განცხადება ამის შესახებ ევროპის პარლამენტთან ერთად საერთაშორისო ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობის კომიტეტების თავმჯდომარეებმა გაავრცელეს. ბერნ ლანგი და ელმარ ბროკი ევროსაბჭოს 29 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების და ყირიმის უკანონო ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდველი ეკონომიკური ზომების შემოღებასთან დაკავშირებით მიესალმებიან. მათი განცხადებით, რუსეთმა საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს უკრაინაში სეპარატისტების ნებისმიერი სახის დახმარება. განცხადებას გამოეხმაურნენ თბილისშიც. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ აგვისტოს შვებულებების პერიოდია და რატიფიცირება სექტემბერში გაგრძელდება. განცხადება გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. მე ვერ ვიტყვი ჭიანურდება, ეს პროცესი დაწყებულია, უბრალოდ აგვისტოა ეხლა და როგორც საქართველოში, ასევე ევროპულ ქვეყნებში არის შვებულებები, ისვენებენ ადამიანები და სექტემბრიდან ჩვეულებრივად ეს პროცესი გაგრძელდება, არანაირი შეფერხება არ არის მიმართვა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან საჭიროების შემთხვევაში მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს ექსპორტიორებს აუწიონ ყველა შესაძლო დახმარება. ბოლოდროინდელი ქმედებები ხელისუფლებისა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილის ეს ტანდემი არ არის ნამდვილად ღირსი ნორმალური ცივილიზებული ურთიერთობების ევროპულ დემოკრატიებთან, მაგრამ რატიფიკაცია მაინც აუცილებელია, იმიტომ რომ ეს მთავრობები მიდიან და მოდიან და ქვეყანა რჩება, საზოგადოება რჩება და იგივე ამ დოკუმენტის რატიფიცირება ახალ ჩარჩოებს დაუდებს იმ თავნებობას, რომელიც ხელისუფლებიდან მოდის. საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულება ამ დროისთვის 4 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული. ასოცირების ხელშეკრულების სრულად ამოქმედებამდე საჭიროა, რომ დოკუმენტის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტთან ერთად ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოხდეს. თბილისის მერიაში საზოგადოებრივი საბჭოები შეიქმნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. საბჭოების ფუნქცია სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში მოქალაქეების ჩართულობის ხელის შეწყობა იქნება. პროგრამა საპილოტეა და ის პირველად საბურთალოს რაიონში განხორციელდება. საბურთალოს ყოფილი გამგებლის გია ხუროშვილის თქმით, მსგავსი საბჭოები ადრე ფუნქციონირებდა და ამაში ახალი არაფერია. შემუშავდება დებულება და ამ დებულების მიხედვით შესაძლებელი იქნება კონკრეტულ გამგეობებში შესაბამისი საბჭოების შექმნა, რომლებიც იქნებიან საზოგადოებრივ საწყისებზე და მისცემენ გამგეობას ამა თუ იმ საკითხებზე საინტერესო რჩევებს. არსებობდნენ სათათბირო ორგანოები, რომლებიც არიან საზოგადოების წარმომადგენლები და შესაბამისად ეს იყო ერთადერთი საშუალება, რომ საზოგადოება აქტიურად ყოფილიყო ჩართული გამგეობის მუშაობაში. იმავდროულად მე მინდა უსურვო ახალი საზოგადოებრივ საბჭოს წევრებს, რომ მაშინ, როდესაც ბატონი ნარმანი აღარ იქნება მერი, ეს ხალხი აღარასოდეს აღარ გახდნენ პოლიტიკური დევნის ობიექტები. მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა კაზანტიპის წინააღმდეგ აქცია დღეს კვლავ გამართეს. მათ ფესტივალის ჩატარება თბილისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, მუსიკალური ფესტივალი მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგება. ახალგაზრდობა იხდის ფულს იმაში, რომ სული მიჰყიდოს რას. ეშმაკს ფაქტურად, იმიტომ რომ უნდა აღასრულოს ის, რაც ხისგან დაუშვებელია. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ ახალგაზრდათაობას აუხსნას ამის შესახებ პირიქით ხდება, ფაქტობრივად მოწოდება ხდება და აი ეს არის ძალიან სამწუხარო. ეს არის აი იმდენად ღვთისმობა, ღვთისმშობლის გმობა მარხვაშიო, ყველაფერს თავი დავანებოთ. ნუ მე არ მესმის საერთოდ, როგორ შეიძლება ამისი ხელის შეწყობა თავრობის ხელისუფლების მიერ. ჰომოსექსუალიზმი, ნარკოტიკის მოხმარება, ნუდიზმი ეს მოგეხსენება ტარდებოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც უკრაინამ დაკარგა. ჩვენ მიწაწყალი არ გვაქვს დასაკარგე. მე აქ ვდგევარ სხვებთან ერთად რაღაც გასაჩერებლად. მე არ მინდო რომ ჩემ ოჯახში და თითოეული ამათ და თქვენ ოჯახში და თქვენ მსმენელი სამაყურებლის ოჯახში შემოვიდეს ყველაფერი რაც მოდის. ვიცი რაც შეიძლება დაანგრიოს მუსიკის აკომპანიმენტით ადამიანმა. ღვთის მიერ ბოძებული. როგორ შეიძლება დაინგრეს მუსიკის აკომპანიმენტით. ნებისმიერი მუსიკა და ნებისმიერი ატმოსფერო, სადაც მუსიკა ისმის არ არის სიკეთისთვის მომართული. აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ მარიკა წიკლაურმა შეკრებილ ადამიანებს რეალური პრობლემების გაპროტესტებისკენ მოუწოდა.
ხან იქით მირდიხართ, ხან აქეთ მორდიხართ. ყველაფერი კანონის პარალელში. აი გამოდით იმის წინააღმდეგ ქვეყანაში რა. იყოს ჩატარდეს ახალგაზრდობას მოსწონს. სამინისტროს ქვია მაიანების ორგანო, ვაჯებს საქართველოს. რატომ არ მომწონს და ყველაფრის უკლებ მე რა ჩატარდეს ეს კონცერტი, გაერთოს ცოტა ჩვენი ახალგაზრდობა, ცოტა წინ წავიდეს ჩვენი ახალგაზრდობის გონებაც. რატომ არა? რაც საჭიროა ჩვენის გავაპროტესტოთ, რომ ყავს ამდენი გაჭირვებული, ამდენი ავადმყოფი, ჯანმრთელობის სისტემა თავდაყირად დგას, წამალი არა აქვს ჩვენ ხალხს, ექიმთან ვერ მივდივართ, აი ეს გავაპროტესტოს. და ამდენი მილიონერი ყავს და არავინ არ ეხმარება ჩვენ ხალხს. ეს სულ არ არის თუ არა და ეკლესია დაეხმაროთ. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. აქ მათ ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს, პრემიერ-მინისტრს კი სპეციალური წერილით მიმართეს და ანაკლიის მუსიკალურ ფესტივალსა და მართლმადიდებლობის ერთგულებას შორის არჩევანის გაკეთებას თხოვეს. ეს არის ჩვენი პროტესტის წერილი, აქ არის ჩვენი შეგონება და გაფრთხილება. გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ხელისუფალი, რომელიც ხალხის ნების წინააღმდეგ, ეკლესიის ნების წინააღმდეგ განახორციელებს ისეთ ქმედებებს, როგორც არის თუნდაც ეს ფესტივალი და სამწუხარო სხვა მრავალი, რაც უკვე ამ ხელისუფლებამ გააკეთა, ეს ძალიან ცუდად დათარდება თვითონ ხელისუფლებისათვის. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღია პროტესტის მიუხედავად კაზანტიპის ფესტივალი დღეს ანაკლიაში 21 საათზე დაიწყება. ქალაქში რესპუბლიკის ვიზების გაცემა უკვე დაწყებულია. ფესტივალის ტერიტორიაზე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ანაკლიამდე გზა გადაკეტილია და შესვლა მხოლოდ კაზანტიპის რესპუბლიკის მიერ გაცემული საშვებით არის შესაძლებელი. ტურისტების დიდ ნაწილს ფესტივალზე კვლავ ელოდებიან. რესპუბლიკა კაზანტიპში ჩასასვლელად 21465 ქართველი და უკრაინელი გოგონა დარეგისტრირდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ ადამიანს ღამის გათენება $40-მდე უჯდება. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა, წელს საქართველოში პირველად გაიმართება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. უკრაინის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ქალაქ ლუგანსკში რუსეთის ტერიტორიიდან შემოსული ჯავშან კოლონა შევიდა. სულ საზღვარზე გუშინ 40-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა გადმოვიდა, მათ შორის ტანკები და გრადის ტიპის ტანადგარები. უკრაინული წყაროების ცნობით ბრძოლებში რუსული რეგულარული ჯარის ნაწილები და სპეცრაზმელები მონაწილეობენ. ყველაზე მძიმე ბრძოლები კვლავ ქალაქ ილოვაისკთან მიმდინარეობს. ოპერაციის სარდლობის ცნობით ქალაქი მთლიანად გათავისუფლებულია, თუმცა სამთავრობო ძალებს ტერორისტების კონტრშეტევების მოგერიება უხდებათ. ბოლო დღეღამის განმავლობაში ილოვაისკში 9 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბრძოლები მიდის ლუგანსკშიც, სადაც სამთავრობო ძალები ქალაქის ცენტრისკენ მიიწევენ. ამავე დროს ვრცელდება ცნობები რუსეთში უკრაინის საზღვრებთან დამატებითი სამხედრო ძალების გადმოსროლის შესახებ. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ლუგანსკთან ლტოლვილთა კოლონის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ნაპოვნია 15 ადამიანის ცხედარი. ჩვენ გავათავისუფლეთ ლუგანსკის ერთი რაიონი და ბრძოლები ამჟამად ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს. მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საცხოვრებელ შენობაზე დღესდილით უკრაინის დროშა აღიმართა. შენობის წვერზე საბჭოთა ვარსკვლავი კი უკრაინის დროშის ფერად შეღებეს. დროშის მოსახსნელად მაშველების გაგზავნა გახდა საჭირო. პოლიციამ ქალაქში ყველა ალპინისტის შემოწმება დაიწყო და 4 ეჭვმიტანილი დააკავა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა. მათ შესაძლოა ვანდალიზმის ბრალდება წაუყენონ, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უკრაინის პრეზიდენტი რუს კოლეგას 26 აგვისტოს მინსკში ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად შეხვდება. კიევში იმედი აქვთ, რომ ეს შეხვედრა სიტუაციის მშვიდობიან კალაპოტში გადაყვანას ხელს შეუწყობს. პუტინისა და პოროშენკოს პირველი შეხვედრა ივნისში ნორმანდიის სამიტზე შედგა. დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ამერიკელი ფოტოჟურნალისტის ჯეიმს რაით ფოლის თავის მოკვეთის ვიდეო გაავრცელეს. სიკვდილის წინ ჟურნალისტმა განაცხადა, რომ პასუხისგებლობას თავის სიკვდილზე შეერთებული შტატების ხელისუფლებას აკისრებს. ფოლი ტყვედ სირიაში 2012 წლის ნოემბერში ჩავარდა. ამავე ვიდეოში ტერორისტმა, რომელმაც ჟურნალისტი მოკლა, განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები ავიაიერიშებს არ შეწყვეტს, ისლამისტები კიდევ ერთ ჟურნალისტს, სტივენ სოტლობს მოკლავენ, რომელიც ჩარჩან აგვისტოში გაიდაცეს. შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ვიდეოს აუთენტურობა დაადასტურა.
ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს სირიაში და ერაყის ჩრდილოეთში დიდი ტერიტორია აქვთ დაკავებული. შეერთებული შტატების ავიაციის მხარდაჭერით ერაყის ფედერალური ძალები და ქურთების შეიარაღებული ფორმირებები ჩრდილოეთ ერაყში ისლამისტების პოზიციებზე შეტევას განაგრძობენ. მოსულის კაშხლის გათავისუფლების შემდეგ სამთავრობო ძალები ქალაქ ტიკრიძე შეტევას აგრძელებენ. ისრაელსა და ჰამასს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკება, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში კაიროში მიმდინარეობდა, ჩაიშალა. ისრაელმა საკუთარი დელეგაცია უკან გაიწვია მას შემდეგ, რაც ჰამასმა ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა განაახლა. საპასუხოდ ისრაელის ავიაციამ რამდენიმე დარტყმა განახორციელა. ისრაელი ეგვიპტეს მიერ მომზადებულ სამშვიდობო გეგმაზე თანახმა იყო, რომელიც ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტას და ღაზას სექტორის ბლოკადის ეტაპობრივად მოხსნას გულისხმობდა. ერთ-ერთი ავიადარტყმის შედეგად ჰამასის სამხედრო დაჯგუფების მეთაურის მოჰამედ დეიფის მეუღლე და ქალიშვილი დაიღუპნენ. რა ბედი ეწია თავად მეთაურს უცნობია. ისრაელი მას ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტად მიიჩნევს.